მოგესალმებით შოთა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ვეცდებით ცოტა უფრო კონტექსტში მოვათავსოთ დღევანდელი შეხვედრა იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ორივე დიდი და ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტს დღეს შეხვედრისას ჰქონდა და მოლაპარაკების მაგიდაზე იყო მათ შორის. რა არის მათი მთავარი ამოცანები დღეს და როგორ ფიქრობთ დღევანდელი შეხვედრით, ვინ შეიძლება ყოფილიყო უფრო კმაყოფილი? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. იცით რა არის ზოგადად ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობების მთავარი გამსაზღვრელი არის ალბათ ის, რომ ამერიკა მიიჩნევს ჩინეთს როგორც სისტემურ საფრთხეს. ანუ აი ნატოს ბოლო სტრატეგიული კონცეფცია რო ნახოთ იქ როგორი სიტყვათა წყობა ჩინეთთან მიმართებაში ზუსტად ესე წერია რომ ჩინეთი არის სისტემური საფრთხე, რუსეთი არის მყისიერი საფრთხე. ანუ ესე განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატები ამას რომ ხა რუსეთი კი იქცევა ძალიან ცუდად, არის ძალიან აგრესიული, აწარმოებს ომებს, იპყრობს მეზობლებს, თუმცა გლობალურ მასშტაბში რუსეთს არ შეუძლია რომ აი სოფლიო წესრიგი მოარღვიოს და არ აქვს იმდენი რესურსი და ძალა რომ დაუშვათ აი რაღაცა სოფლიოს მასშტაბით მისმა ქმედებებმა რაღაცა ძირეულად შეცვალოს. აი ჩინეთი სულ სხვა შემთხვევაა. ჩინეთი არის სისტემური საფრთხე, რომელიც მეთოდურად ნელ-ნელა აი მართლა 10 წლეულობით და ზოგ შემთხვევაში საუკუნეების მიხედვით და მოთმინებით ავითარებს რაღაცა სტრატეგიებს, ავითარებს თავის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით და საბოლოო ჯამში, დადგება ის მომენტი, როცა ჩინეთი გახდება ასევე მყისიერი პრობლემა. თუმცა აი მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, ეხლა ერთი წამი რო დაუშვათ, რომ ჩინეთი დაიწყოს ისე მოქცევა, როგორც იქცევა რუსეთი დღეს. ეს ხომ მსოფლიოს მთლიანად შეცვლის და მსოფლიო დინამიკას მთლიანად ხო, რა თქმა უნდა და მისი მართვა და თუნდაც რაღაცა იმაში მოქცევა გარკვეული თუნდაც სანქციების ან რაღაცა ჩარჩოში მოქცევა ისე როგორც ეხა რუსეთი ასე თუ ისე უკრაინაში მოქცეულია ხო რაღაც ჩარჩოში და იმის იქით ვეღარ გადის და ვეღარ ავითარებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ხა ჩინეთთან მიმართებაში ასეთი რაღაცის გაკეთება ძალიან ძნელია. ამიტომ ამერიკის პოლიტიკა რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილია. ლიდერების შეხვედრიდან რა თქმა უნდა ილუზიები არ არსებობდა რომ რაღაც ნიშნულოვან ფუნდამენტურ საკითხებზე მოხდებოდა გარღვევა და რაღაცა დიდ თემებზე შეთანხმდებოდნენ ხა ამ შეხვედრის ფარგლებში, თუმცა არის ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში მომენტები, როცა შეხვედრაც კი და შეხვედრის კონსტრუქციულ გარემოში გამართვაც თავისთავად უკვე შედეგია და მიღწევაა და ეს ის შემთხვევაა ზუსტად, როცა დიალოგის გაგრძელება და კონსტრუქციულ ფარგლებში დიალოგის წარმოება გარკვეულწილად თავისთავად უკვე შედეგად შეიძლება ჩაითვალა. შოთა, აი ამ კონკურენციაში, რასაც ახლა აღწერთ, აქვს ვარა ჩინეთს საკმარისი რესურსები ამ კონკურენციის გასაწევად ამერიკისთვის? სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და რა ტიპის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ის, რა მეთოდებს იყენებს? კი ბატონო, ჩინეთი აი როგორც დასაწყისში ვახსენე, გრძელვადიანი პოლიტიკის ფარგლებში უპირისპირდება დასავლეთს და დასავლურ, ესე ვთქვათ, სოფლიო წესრიგს. რუსეთს და ჩინეთს ზუსტად ეს აკავშირებს. ერთადერთი რაც პრინციპში აკავშირებს ჩინეთს და რუსეთს არის მათი რევიზიონისტული პოლიტიკა, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აწყობს წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი და არ უნდა
რომ შეიზღუდონ თავი და არ უნდათ რომ შეზღუდონ თავიანთი სტრატეგია და პოლიტიკა იმ რაღაცა გლობალური თამაშის წესებით, რომელზეც მსოფლიო შეთანხმდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგალითად, როგორც რუსეთი ამბობს, რომ მე უნდა მქონდეს ჩემი გავლენის ექსკლუზიური სფერო ჩემს სამეზობლოში და მე საქართველოში რას გავაკეთებ და უკრაინაში რას გავაკეთებ დასავლეთის საქმე არ არის, ხო? ზუსტად იგივე მიდგომა აქვს ჩინეთს თავის რეგიონში და ზუსტად იგივე პრინციპებით ხელმძღვანელობს. ისიც ამბობს, რომ მე ვარ დიდი ქვეყანა, მე მაქვს ჩემი ინტერესები და შესაბამისად მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი გავლენის ექსკლუზიური სფერო. მე ხო არ ვერევი მსოფლიო წესრიგის ლიდერობაზე, ხო, ამერიკის ჩანაცვლებაზე უფრო ძველადიან პერიოდში. ხო, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს ამბიცია ჩინეთს ესე გამოკვეთილად არ აქვს, რომ ან თუნდაც როგორც რაღაცა ცივი ომის ტიპის ბიპოლარული, ანუ ორპოლუსიან დაპირისპირებაში შევიდეს ამერიკასთან და მით უმეტეს მისი ჩანაცვლება გლობალურ ასპარეზზე ჯერ ეს ამბიცია ესე დღეს და ხვალ მოკლევადიან პოლიტიკაში ჩინეთს არ აქვს, იმიტომ რომ მათ არ აქვს საკმარისი რესურსი ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ ხა ისინი იზრდებიან ძალიან და ავითარებენ როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ძალიან ესეთი შთამბეჭდავი მონაცემები და ციფრები აქვს ყველა ამ მიმართულებით, ისინი მაინც ძალიან შორს არიან ეხა ამ ეტაპზე იმ მიზნისგან, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ჯერ დაუპირისპირდნენ პირდაპირ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს რაღაცა ორმხრივი ორპოლუსიანი მსოფლიოს ფარგლებში, თუმცა ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ უფრო მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მიღწევა არის მათი ამოცანა ამ ეტაპზე, მათ უნდათ რომ მოიშალოს ეს გლობალური მსოფლიო წესრიგი, ამაში ძალიან ეხმარება რუსეთი მათ, ეს არის რაც ძალიან აწყობთ ჩინელებს რუსეთის ქმედებაში, რომ ის თუ არ იარსებებს ჰელსინკის შეთანხმების პრინციპები, ის თუ გაეროს ქარტია ფარატინა ქაღალდი გახდება და არ იარსებებს არაფერი, რაც შეზღუდავს დიდ ქვეყნებს პატარა ქვეყნებისგან ასე ვთქვათ თავდასხმის და თავიანთი ინტერესების გატარებაში ამ პატარა ქვეყნების და სუსტი ქვეყნების ხარჯზე, ხო, ეს არის რაც რუსეთსაც და ჩინეთსაც უნდათ ამ ეტაპზე და ამიტომ არის რომ ისინი გარკვეულწილად ამ რაღაცა თანამშრომლობენ სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა შოთა ღვინერია იყო ჩვენი სტუმარი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი. მადლობა შოთა დაგემშვიდობებით.